ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად თანაარსებობენ, ჩვენი ცხოვრების ნაწილს წარმოადგენენ. თითოეულ ნივთს თავისი შექმნის ისტორია აქვს და ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ჩვენი ადამიანების ცხოვრება. ჩვენი წინაპრები წინა საახალწლოდ თიხისგან ამზადებდნენ საახალწლო აქსესუარებს. ჯიდიპედია დღეს იმ ადამიანებს გაგაცნობთ, ვინც ამ ტრადიციას განაგრძობს და თიხისგან დამზადებული ნივთებით ნამდვილ საშობაო და საახალწლო განწყობას გვექმნის. კერამიკა ყოფილა უპირველესი, რაც კი ადამიანთან ერთად არის პირველივე დღეებიდან, ხო, გაჩენის როგორ არის, რომ თიხით არა ვართ ჩვენ შექმნილი, ესე იგი უკვე თიხა არის ნახსენები ადამიანის მოდგმის ჩამოყალიბებამდე და შექმნამდე თიხა ნახსენებია. შემდეგ ვითარდება როგორ რომ ადამიანი აკეთებს ამ თიხისგან რაღაცა ნივთს, რომელიც მერე გამოიყენება წყლის დასალევად, რაღაცის ჩასაყრელად, რაღაცის შესანახად და ამდენი ისტორიის მანძილზე, ადამიანის მოდგმის ისტორიის მანძილზე მივახციეთ იმას, რომ კბილი, ძვალიდან, რა ვიცი, კოსმოსში მოტორის დეტალები, კერამიკულია და არ დარც ზეთის გამოცვლა უნდა და სულ ძლებს და კერამიკა საერთოდ ისტორიას ინახავს და რაღაცა წარსულს ინახავს და 1000 ისეთი ნივთებია, რომელიც აი კონკრეტულ დღეს გახსენებს, არასოდეს რო არ დაგავიწყდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. საშობაო სათამაშოები და სათამაშო არ ქვია პრინციპში რა, რაღაცა ნივთია, რომელიც არის ძალიან საფრთხილო და არ მოტყდეს რამე, მით უმეტეს პატარა ნივთებზე რო ლაბარაკი, თუ კი არის შენი, მხოლოდ შენ უნდა ეხებოდე ამ ნივთს, ხო, მთელი ცხოვრების განმავლობაში. არ ვიცი, სასობაო სათამაშოებს ისტორიები თვითონ რაღაცა რჩება, რაღაცა იბზარება და იმას ვეღარ ელევი და აღარ გინდა რომ გადააგდოს რაღაცები რჩება ხოლმე, საერთოდ ძირითადად იყიდება, ან ჩუქნი და ვიღაცა მერე იხსენებს, გახსოვს რომ შენ ის როგორც იმშვიდეს ანიჭებს, რა ლამაზია ის მეგობარს ვაჩუქე და რაღაცა სხვისგან რო გაიგებ, უცხო ადამიანისგან ახალგაცნობის რო აი 15 წლის წინ ჩემო მეგობარმა და თურმე თქვენი ყოფილა რაღაცა ეგაც ისტორია. ჩემი მუზა არის თვითონ კერამიკა რა, მე რაც უფრო მეც აკეთებ, უფრო მეც სირთულეს ხვდები, აი 30 წელიწადია ვაკეთებ კერამიკას და რაღაც არ ვიცი. რაღაცა მინდა რომ ვიცოდე, კითხვით ვისკითხო, ხო? ძალიან იშვიათად შეხვდები, ჩვენ გვყავს ხოთაშორის ახალმოხვეწილი კერამიკოსები, მოხუცებულები, ცოცხლები გვყავს ბევრი, რომლებმაც ჩემზე მეტი იციან და ძალიან მიხარია მთელი ცხოვრების განმავლობაში რაღაცას ვკითხულობდი, რატომ არის ესე, როგორ არის ესე, რატო გაკეთდა, რატო გამოვიდა, რატო დაიწვა, რატო გაცისფრდა, რატო გამწვანდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი მუზას მაძლევს მე ის დღის განცდა, რომელიც იქნება ხვალ, მივალ ჩემ საყვარელ სახელოსნოში, ვიხილავ ჩემ არაჩვეულებრივ მეგობრებს, დავჯდები ჩარხთან და დავიწყებ ფიქრს, და ის იქნება ჩემი მუზა იმ დღევანდელი. გიგიშას და მაკას სახელოსნოში წლების განმავლობაში არაერთი ხელოვანი გაიზარდა. აბსოლუტური სიბნელე რო იყო, გაზის ლამპებზე მუშაობდი და ეს იყო მაშინ თბილისში არაფერი არ ხდებოდა და ჩვენი სახელოსნო იყო რაღაცა კუნძული, სულ ესე მეგონა რომ რაღაც შეთქმულება რო ხდებოდა მიწისქვეშა სიტუაცია რო იყო, აი აქ ტრიალებდნენ აი ეს ბავშვები, რომლებიც აი მართლა ძალიან ის თაობა საოცრად წარმატებული ბავშვი, აი დათა თავაძე ჩემი მოწაფე იყო, ტატო კოტეტიშვილი ჩემი მოწაფე იყო, მაგრამ რამდენი ძალიან ბევრი ბავშვები დღეს არიან ძალიან წარმატებულები, ბევრი ხელოვნებაშია, ბევრი აკადემია დამთავრებულია, ბევრი უცხოეთში წავიდა და მაინც ვერ შეეშვა ამ საქმეს და ჩამოდიან და ამას მოვა რამეს გავაკეთებ და აი ესე წამოვიდა ყველაფერი რა, ისე რომ და საინტერესო სიცოცხლე გამოგვივიდა ამ ხრივ, რომ
სულ ვიყავით ჭიდილში დროსა და ჩვენ საქმე შორის. ან ჩვენ საქმე უნდა გვეკეთებინა და რომელიც არ იყო თქვა იმდენად წარმატებული მატერიალური მხრით, ან სულ სხვა ხარის უნდა გავსულიყავით, მაგრამ ასე ჭიდილში და ბრძოლაში ჩვენი საქმე ჩვენთვის დავიტოვეთ, ჩვენი სულიერებისთვის ჩვენი სამყარო გვაქვს და მართალი გითხრა, რომ რაღაცა ჰიპნოზური სიტუაცია შეიძლება აქ დავჭდეთ მთელი დღე და ქვეყანაზე რა ხდებოდეს არ გაინტერესებდეს, მუსიკას უსმენდე და ჩვენი საყვარელი საქმე აკეთოთ. მე ძირითადად მუშაობ ჩარხთან. ქანდაკებასაც ვაკეთებ, რაღაცა პლასტსაც ვაკეთებ, ძერწავ კიდევაც, მაგრამ ძირითადი ჩემი საქმიანობა არის ჩარხთან, რომელიც ტრიალებს, რომელიც ამოდის რგვალი ნივთი, რომელიც მე შეგვიძლია მოჭრიდო კიდევაც რაღაცა ამოჭრა კიდევაც, მაგრამ ჯერ რგვალი უნდა გაკეთდეს. ძალიან მიყვარს მაგ დროს, როცა ყურში მესმის მუსიკა, ჯაზი, ბლუზი, კლასიკა, ყველანაირი მუსიკაც კი მოსულა, იმიტომ რომ რაღაცა მე უწყობ მე უწყობ ყოველ შემთხვევაში ამოყვანის დროს რითმში ვჯდები. არ მიყვარს სხვა ადამიანები, როცა მუშაობენ შენთან ერთად, რომელიც არ იზიარებენ შენ რაც გიყვარს ის. თორე ის შეიძლება შენზე მეტად უყვარდეს, რასაც შენ აკეთებ. რაღაცას რო გააკეთებს ბავშვი, დიდი, როგორ გააკეთებს, მე შემიძლია მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი დავხატო. ისევე ჩემიც ესე არის. ჩემ და ნებისმიერ ადამიანის გაკეთებულნის თავისი ისტორია შიგნით რჩება. ამიტომ ვისაც ჩემი რაღაცა აქვს, ყოველთვის გაიხსენებს, რომ ეს მაგაზია. ეს ყოველთვის ესეა. მე ვინმეს რამეს რო ვჩუქნი. ან თუ გავყიდე და შეუფუთე, ხო? ყველა ადამიანს გაცილების წინ ვეუბნები, რომ ნუ გატეხავთ ამ ნივთს, აუცილებლად ვიგრძნოთ მეთქი და სკდებიან სიცილით. მეც ვხითხითებ, მაგრამ ხო ვიცი რომ მაინც ვიგრძნობ ახლა. გავიგებ ყოველ შემთხვევაში.